თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ასევე მაყურებლებო, იმიტომ რომ ეს ამ შემთხვევაში ჩვენი რადიო არა მარტო ისმინება, მისი ნახვა შეგვიძლია სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე. ჩვენი ხონის სათემო რადიოს ხმა დაფინანსებულია DW International-ის და ამერიკელი უკაცრავად ამერიკელი არა, ეს ამ გერმანელი, მაგრამ თუმცა არც ამერიკელი ხალხი გვაკლებს პატივისცემას ნამდვილად. როგორც ინგლისური სპეციალისტი უცებ ამერიკელზე გადავედი, მაგრამ გერმანიის ხალხი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ნამდვილად ჩვენ ქვეყანაში, ხონში და ჩვენ პროექტში. და მე მინდა სიამოვნებით წარვადგინო მაყურებლის წინაშე თიკო ბერულავა, რეპეტიტორი, პედაგოგი, ინგლისური ფილოლოგიის პროფესიონალი, რომელიც სათლით საძებნია ჯერ ზოგადად და მით უმეტეს ახლა რადასამალია და დედაქალაქის გარეთ თუ და ქუთაისის გარეთ კიდევ უფრო რთულია ისეთი პროფესიონალი როგორც თქვენ ახართ, ყავდეს და ხშირად გამიგია ჩვენ სათემო ცენტრში წლებია. მე ამდენი 5 წელია თუ რაღაცა უკვე ამ ცენტრში ვარ და ხონის დასვლა განათლების ცენტრში ხშირად გამიგია რომ თიკო ბერულავასნაირი პროფესიონალი გაგვიმართლა რომ არის ხონში და არ გვიწევს მოწვევა როგორც პედაგოგის და როგორც სხვა შემთხვევაში ზოგიერთი პედაგოგის, მაგრამ მე უკვე მოწვეულს აღარ ვეძახი ჩემთავს, ხონელი ვარ ნამდვილად, თავიდან ბოლომდე სულ ხონში ვზივარ შეიძლება. თქვენ შემთხვევაში სრულიად. კი ბატონო და პირველ რიგში ქავტონ თიკო უღრმესი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენ დიდი ხანია გვინდა თქვენი დაპატიჟება, მაგრამ ყოველთვის არასდროს დრო არ გაქვთ, სულ ან ლექციები გაქვთ, ან გაკვეთილები გაქვთ, მაგრამ კარგია რომ გამოძებნეთ რომ პირველ რიგში როგორც ინგლისურის სპეციალისტს მინდა მოგვიყვეთ თქვენი ბიოგრაფიის შესახებ, რა დაამთავრეთ, საწავლობდით ხონთან რა კავშირში, რა ემოციურ მასში ხართ, თქვენი ოჯახის შესახებაც მოგვიყევით, უხახოსო გავაცნოთ ჩვენ მსმენელს და შემდეგ უკვე გადავიდეთ პროფესიულ კითხვებზე. უპირველესად დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს. თიკო ბერულავა გახლავართ, ინგლისურის ფილოლოგი, რეპეტიტორი, ვმუშაობ ასევე ხონის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ინგლისურის ტრენერად და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, სულით და გულით ვაკეთებ, რასაც ქვია და ძალიან გამიმართლა რომ სწორი პროფესია ავირჩიე. დავიბადე და გავიზარდე ხონში, დავამთავრე ხონის პირველი საშუალო სკოლა და ძალიან ძვირფასი წლები მაკავშირებს მინდა აღვნიშნო, იმიტომ კარგი სკოლაა, ფაქტია, ჩვენ გადაცემაში გვყავდა 6 ბავშვი ამ სკოლიდან, ერთმანეთზე უკეთესად. ნამდვილად, ძალიან კარგი თაობა მოდის, საინტერესო თაობა მოდის და ჩემი პროფესია და ზოგადად პედაგოგების პროფესია ვფიქრობ იმითაც არის ძალიან გამორჩეული და იღბლიანი, რომ თაობასთან როცა გვიწევს ურთიერთობა, რაც აი საოცარი მაგარია, ძალიან. მუდმივ განვითარებაში ვართ, მუდმივი სიახლეების. არ ძველდები, მე სულ ჩემი თავი გონია სტუდენტი და პატარა ბავშვი, იმიტომ რომ სულ იმათთან ვარ და არ ძველდები. სულ გვაქვს ეს მომენტი, რომ მუდმივად რაღაცა სიახლე არა მხოლოდ ვასწავლით, არამედ ვსწავლობ ძალიან ბევრს თვითონ მათგან და ძალიან საინტერესოა ჩვენი პროფესია ამიტომაც. სკოლის პერიოდს რაც შეეხება, ძალიან კბილად მახსენდება, იმიტომ რომ ვთვლი რომ ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ოჯახი არ მონაწილეობს და პედაგოგის დიდი მნიშვნელობა. როგორც შეხება ყავდათ კარგი ინგლისურის მასწავლებელი. მასწავლებლებიც ძალიან კარგი მყავდა, დედა ინგლისურის მასწავლებელი გახლავართ და ჯერ კიდე პატარა მიდამე ბაღის ასაკიდან თუ ბებიები ქართულად
მიყვებოდნენ თქვათ ქართულ ზღაპრებს, დედა სულ მიკითხავდა ინგლისურად. რა მაგარია. ეხლა პატარა ასაკში ვერ ვიგებდი ბუნებრივია ამდენ ინგლისურს, მაგრამ თან კითხულობდა, თან თარგმნიდა და რაც ყველაზე მეტად მახსოვს, ყველა პერსონაჟს თვითონ განასახიერებდა ძალიან საინტერესო. რა მაგარია. და აი, რასაც ქვია, პატარაობიდან მქონდა შეხება ინგლისურთან. ნუ მე უკვე დედათან თქვენი სკოლის პედაგოგიც იყო თუ? და მუშაობდა სხვა სკოლაში, გიმნაზიაში, ხონს აქვს ესეთი ძალიან არაჩვეულებრივი სკოლა, გიმნაზია, ნოშტექნიკოსთა. მე სწავლობდი, სადაც ჩემი მშობლები სწავლობდნენ თავის დროზე, პირველ საჯარო სკოლაში. შენ ძირძველი ხონელი ხარ, ოჯახი. კი, და ის სკოლის პერიოდს რომ დავუბრუნდე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო პედაგოგების თაობაზე, რომ აი მართლა მადლიერი ვარ თითოეული ჩემი პედაგოგის, იმიტომ რომ მეც და ჩემს მეგობრებსაც ისეთი გარემო შეგვიქმნეს, არა მხოლოდ სწავლის მხრივ ბუნებრივია, შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებისთვისაც გვამზადებდნენ. აი ამას ვთქვი, კი, იმიტომ რომ როდესაც მოსწავლესთან მე წავდა მასეთი მასწავლებლები, რომელიც ამ დროს ამავდროულად იყვნენ ჩემი ცხოვრების მასწავლებლები. ნამდვილად. იმიტომ რომ როდესაც მოსწავლესთან გაქვს ურთიერთობა, ეს არ არის მხოლოდ ასწავლო საგანი, რომელსაც ასწავლი. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რამ გიწევს გაიარო მასთან ერთად. და მე ნამდვილად სიამაყედ შემიძლია ვთქვა, რომ აი საოცარი პედაგოგები მყავდა. მეც და ჩემს მეგობრებსაც ძალიან გაგვიმართლა ამ კუთხით, რადგან აი ეს თავდაჯერებულობა, გულწრფელობა, ემპათია, აი რაც ადამიანს ნამდვილად სჭირდება, უპირველესად მოდიოდა მათგან. რა მაგარია, ჩვენ ამ მხრივ არა ვართ განებივრებული, შეიძლება ითქვას, ახლა თქვენ შეიძლება გაგიჭირდეთ კოლეგებზე კრიტიკულად საუბარი, მაგრამ მე ვიტყვი ხმამაღლა, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს კარგი სკოლები, კარგი სკოლებს მე არ ვეძახი ახლა სკოლის შენობას და ესა, იმიტომ რომ სასწავლო პროცესი ვერა ვართ იმ დონეზე, თუნდაც როგორც ევროპული განათლება, თუნდაც დასავლური განათლება, ხო და ეს ცოტა არ იყოს დანაშაულის თვალსაზრისაა, იმიტომ რომ შეიძლება ვიყო ცუდი ჟურნალისტი მე და დავწერ სისულელეებს და ცუდი არა თქვა და არ შეიძლება ცუდი ჟურნალისტი, მაგრამ მომაკვდინებელი არ არის. ცუდი იურისტიც ძალიან ცუდია რო არის, მომაკვდინებელი არ არის, მაგრამ ახლა ცუდი პედაგოგი მაინც ცოტა დანაშაულის გონია, იმიტომ რომ მარტო მე თუ ცუდი ჟურნალისტი ვარ, ჩემ თავს ვავნებ, ხო, მაგრამ მასწავლებელი ავნებს თაობას და ასე რომ აი ესე თქვენაირად მოაზროვნე პედაგოგები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე თვითონ პედაგოგთა ოჯახიდან ვარ, მე ჩემი და პედაგოგია, ასევე პირველ საჯარო სკოლაში ქუთაისის და მიხოიმსა კარგი დედა, კარგი მეუღლეა ჩემი სიძისთვის, კარგი და ჩემთვის და კარგი შვილია დედა ჩემის, მაგრამ ჩვენ არა ვართ ცენტრში. ცენტრში მის არის მის ცხოვრებაში სკოლა და ბავშვები, მიძღვნილია ყველაფერი. აბსოლუტურად მიძღვნილია. ნუ ახლა მე შედეგებიც აქვს და ჩემდასთან მოხვედრაზე, რა ვიცი, ლამის მე უკვე აციოკებული როცა ჯგუფი აყავს ხოლმე და ხანდახან ისეთ, მაგრამ იმიტომ რომ ყველას უნდა კარგი მასწავლებელი და ფასდება, რა თქმა უნდა. არავინ არ თქვას, რომ არ ფასდება კარგი მასწავლებელი. არა ფასდება, ნამდვილად. მე მაგალითად ყოველთვის ვამბობ, კაბინეტიკო, რომ აი თუ რაიმე ცხოვრებაში ვიცი და მათ შორის არ ვიცი, ორივე არის ჩემი მასწავლებლების დამსახურება. რაც არ ვიცი არის ისე რა მასწავლებლების დამსახურება და რაც ვიცი ჩემი კარგი პედაგოგების დამსახურება. მე მყავდა პედაგოგები რამდენიმე, ერთი მსახიობის თეატრი იყო, მათი გაკვეთილები რაც ლაპარაკო და მე ლექტორები მყავყოლია ისეთი, რომ რაღაც აი ესე გათიშული უსმენდით, ბრმად მჯეროდა მათი. და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ბრმად მოყვა მოსწავლე ხო, ის თუ კი შენ არ აგაქვს ის კომპეტენცია, გადაჭეხავ იმ ბრმად მოსწავლეს და ამიტომ ძალიან დიდია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნუ სკოლის შემდეგ იყო ძალიან საინტერესო პერიოდი უკვე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა ინგლისურ ფილოლოგიაზე და აი როგორც ახლა თქვენ აღნიშნეთ ლექტორებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ჯადოსნური სამყარო გადაიშალა ჩემს თვალწინ. ისეთ ლექტორებთან მიწევდა ურთიერთობა, ისეთ საინტერესო ლექციებს ვისმენდით, რომ იყო შემთხვევები, ზოგჯერ არ გვინდოდა რომ დასრულებულიყო ლექცია, იმდენად საინტერესო იყო. იმპროვიზაციას მიმართავდნენ, არ იყო მხოლოდ ლექცია, ესე ვთქვათ, მხოლოდ აუდიტორიაში, იყო ღია ცისქვეშ, იყო ბაღში, ბოტანიკურ ბაღში და ასე შემდეგ. აი ვერ მოიწენდი, მრავალმხრივი იყო და
ძალიან საინტერესო ამავდროულად. მე იყო უკვე მაგისტრატურაც თარგმანცოდნეობის მიმართულებით, სადაც თავის დროზე ქალბატონი ინესა მერაბიშვილი, აკადემიკოსი, სწორედ მისი, ასე ვთქვათ, დიდი ინტერესით, რომ ძალიან მინდოდა ამ ქალბატონის ლექციების მოსმენა და ცოდნის შეძენა მისგან, გადავწყვიტე ნამდვილად გამაგრძელებინა ამ მიმართულებით სწავლა. და ამ მიმართულებაზე ასევე თქვენ მაგისტრატურაც დაამთავრეთ მე. ხო, მე პროსი ვარ ბევრად თქვენზე ერთად იყო ჩემთან, აი ხო, ჩვენ დროს ვინც ჩვენ დროს დაამთავრა მაგისტრატურაც გვეთონთერებული და ბაკალავრი ამის პარტია. ხო, ასე ცალკე არ გვისწავლია. ხო, მე აი 2010-ში გავხდი სტუდენტი და ეგ პერიოდი ხო. და ნუ მაგისტრატურაც ბევრად საინტერესო იყო თავისთავად, ბატონი ნუგზა რუხაძეც იყო ჩემი ლექტორი და ასე ვთქვათ, მისაბაძი მხრივ რომ ძალიან საინტერესო იყო. ძალიან მაგარი კაცია, თვითონ საინტერესო. ნუ რთულია გამოყო პრინციპში რომელიმე მათგანი. თუმცა ის არ ცხოვრობდა საქართველოში მრავალი წელი, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს. ხო, ძალიან მაგარი კაცია ისედაც და აი მაგალითად მე აკაკი ბაქრაძე მყავდა ლექტორი, აი ხანდახან მის ლექციებზე ასე თავი ქონდა შეყოფილი, ისე უსმენთ ადგილი რვარ იყო. მარტო ტანი გარე მქონდა. ხო, ისე მაგრამ ბატონი აკაკის ლექციებზეც ასწავლი ხდებოდა. კი, ჯერა, იმიტომ რომ მართლა ჯადოსნური სამყაროა უნივერსიტეტი. და აი რამ დაგაბრუნდათ მე ხონში. კარგია რომ დაბრუნდით, უბრალოდ ვინმე სხვანაირად არ გაიგოს ხონელება. ხო, ძალიან კარგია, იმიტომ რომ მე ის კაცი ვარ, რომელიც თუ გინდა რომ კაცი გამოხვიდეო, ხონში უნდა ჩამოხვიდეო და აბანო რომ ჩამოდივარ და ჩამოდივარ, იმენად მინდა რომ კაცი გამოვიდე, კარგი კაცი. ხო და აი თქვენ რამ გიბიძგათ შემდეგ უკვე? ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. აი ძალიან მიყვარს. ნუ ალბათ ყველას უყვარს, არა მხოლოდ მე თავისთავად. თუმცა ფიქრობ, რომ თუ კი ადამიანს გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქალაქში დაბრუნდე და რაც ცოდნა გაგაჩნია და რაც შეგიძლია შენი პატარა მცირედი ცვლილი შეიტანო შენი ქალაქის განვითარებაში, მე ვფიქრობ, რომ აი უნიკალური შესაძლებლობა დაბრუნდე, იცხოვრო, სადაც შენ გიხარია და შენი საყვარელი საქმე აკეთო და მადლობა ღმერთს, რომ მე ამის შესაძლებლობა მაქვს, რომ დღეს ვარ ხონში, ვემსახურები ჩემს საქმეს, რაც ძალიან მიყვარს და არაჩვეულებრივ ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა. აი მართლაც ყოველი დღე არის პირადად ჩემთვის დღესასწაული. ეს ბავშვებთან როგორც რეპეტიტორი, დიახ. ეს არის ბევრი ბავშვი ხართ? კი, საკმაოდ. სხვადასხვა ასაკის და ყოველი დღე არის განსხვავებული. ხშირად ჩემი მეგობრები მეკითხებიან ხოლმე, რომ აი არ გვეზრდება, ან აი გონიათ რომ რაღაც ერთი და იგივეს გამეორება ხდება და ყოველი დღე არის აბსოლუტურად სხვადასხვა. ანუ რუტინა არ არის ეს. არ არის. იმდენ რაღაც სიახლეს იძენ. შენც რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა გაქვს, რომ ყოველ ჯერზე იყო ახალი და არა ვთქვათ გუშინ რომ იყავი და გუშინ წინ. სხვათა შორის განათლების ფსიქოლოგი ამბობს ერთ-ერთი უცხოელი, რომ მოსწავლეს შეუძლია 6 წამში გადაწყვეტოს კარგია თუ ცუდი მასწავლებელი. და ამას წყვეტს პირველი შთაბეჭდილებით შენი ჟესტიკულაციით, მიმართვით, აი 6 წამში. ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. ეს პირველი შთაბეჭდილება საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები ყოფილ ვართ და ვიცით ხო, რასაც ვამბობთ, გეთანხმებით. ჯერ ისეთ პირველი შთაბეჭდილება, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი მეორე შთაბეჭდილება არ არსებობს. ხო, ის პირველი უნდა მოახდინოს, ან კაი, ან ცუდი. გინდა არ გინდა ეს პირველი შთაბეჭდილება, რაც გამახსოვდება და გეთანხმებით მე ყოველთვის როგორც ახლა ჩვენ კოლეგები ვართ და ვისაუბრებთ ჩვენ ცენტრიც აუცილებლად ვისაუბროთ, იქაც კი სულ ვცდილობ რომ პირველ ლექციაზე რაღაცა ვიკეკლუცო, გავიბრანჭო, კარგი გაგებით, ფიზიკურად გავიბრანჭო კი არა, გულისხმობ ის არა ქვია, მოვაჩვენოთ ამით თუნდაც რომ რა მაგარი ვარ, ხო ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. იმიტომ რომ თუ თავიდან ამყავს მე კურსი, თუ პირველ ლექციაზე ისინი ამბობენ რომ ვაუ რა კაი კაცია ჩემზე სულ რჩება მე ისე ესა ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ, ნამდვილად. ესა ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი ახლა ვახსენეთ ჩვენი ცენტრი. დიახ. ვისაუბროთ ჩვენ ცენტრზეც. სიამოვნებით. თქვენ მრავალი წელია უკვე კი 2020 წლიდან. ხო, ნუ პრინციპში ცენტრი მეტი არცაა დაარსებული, ხო, ხო, და დღიდან დაარსებისა მეც როგორ მოხვედით?
რა თქმა უნდა, მეც გავიარე გასაუბრება, შეერთებული კონკურსი იყო გამოცხადებული, როგორც თქვენ იცით, გასაუბრების საფუძველზე აღმოჩნდი მეც აი ამ ცენტრში და უნიკალური შესაძლებლობა მომეცა უკვე ზრდასრულებთან მქონოდა ურთიერთობა და ყოფილიყავი მათი ტრენერი და სხვათა შორის ასევე ძალიან აი რასაც ქვია ჩადოსნურად მახსენდება ეს პერიოდი, რადგან დაემთხვა კოვიდის პერიოდი. აბა. ირგვლივ ყველაფერი იყო ასე. გაჩერე, ჩემთვის იყო საჩუქარი ეს პროექტი. ჩემნაირი აქტიური კაცისთვის ხშირად ვამბობ, აი სუსაღაცა სულ ხან სცენაზე, დაიხურა თეატრები, აქეთ ტურიზმი ფრენები შეწყდა, აქეთ იმდენამეს ვაკეთებდი ცხოვრებაში და უცებ აღმოჩნდა, აღარაფერს აღარ და ეს ცენტრი კოვიდის დროს მოვიდა ზუსტად. იმნაირ დროს აი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ცოცხალ ადამიანებს დავხულობდი. ხო, თან ჩვენ არ გქონდა ხო, წვეთა არ გქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა არ ვიყავით სახელმწიფო და განათლების სამინისტროს ისა რა ქვია ასე ქვემდებარე, ჩვენ ვერ გვაიძულებდნენ რომ დავხურულიყავით. თუ ჩვენ დავიცავდით იმ სახელმწიფო სტანდარტებს, რაც შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესებს ექვემდებარება, ჩვენ ამ წესებს ვიცავდით მაშინ, გვეჯინა ესენი, ხო და თქვენც ყველა ჩვენ ლექციებზე და ცოცხალ ადამიანს იმ პერიოდში ვნახულობდი ხონში, აი გეუბნები მეტირება ახლა, რომ ისე იმდენად ვიყავი მონატრებული ისა და ფეხით ჩამოვდიოდი, ქუთაისში ფეხით მგზაზე კი მოვიდოდი, ამიტომ რომ ტრანსპორტიც რო არ იყო, გაჩერებული რო იყო და ვიღაცა მანქანა გამიჩერებდა, და ძნელი იყო, მაინც კიდე კაი ამ ცნობადობას ვიყენებდი. ხო და მე ფეხით მოვდიოდი, სულ აქეთ, ჭკუაზე არ ვიყავი, რომ ერთადერთი ნათელი წერდი, რომ გარეთ გამოვდიოდი. ნამდვილად, ჩვენთვისაც და მსმენელებისთვისაც, იმიტომ რომ მოგეხსენება, თქვენ მხოლოდ ადგილობრივები არ არიან ჩვენი კურსის მსმენელები. არა, მე საიდან აღარა, ხო. და იმ პერიოდში განსაკუთრებით, აი ნათელი წერტილი, კომუნიკაციის არ მხოლოდ ცოდნის მიღების, უბრალოდ კომუნიკაციის მართლა შესანიშნავი საშუალება და ძალიან დიდი გამოცდილებაც მივიღე უკვე ასე ვთქვათ ზრდასრულებთან მუშაობის და უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი გახდა ასე ვთქვათ ჩემი ხონში ყოფნა და მადლიერი ვარ ძალიან, რასაც ქვია ჩვენი ცენტრის. კი ბატონო, არა მარტო ეს როგორც თქვენთვის პედაგოგისთვის და ზოგადად კაი საქმეა ინგლისური ენის სწავლა დღეს ხო ეს არის საერთაშორისო ენა გინდა არ გინდა მოგწონს არ მოგწონს ამის გარეშე აღარაფერი აღარ ახარ არ ჩემ ქვეყანაში და სხვა ქვეყანაში მithom არაფერი აღარ ხარ ძალიან მალე მიხვდები ადამიანი ინგლისურის გარეშე არაფერი არ ახარ როგორც კიდევ ჩაჭდები ხო და მინდა ჩვენ ქვეყანაშიც უკვე პრაქტიკულად წარმოუდგენელია რომ თან ახლა 21 საუკუნეში თაობა მოდის და ჩემი შვილის მაგ ვეღარ გავუგებ თუ არ ვიცი ელემენტარული ინგლისური ვეღარ გავუგებ და სამეგროდ ისინი ვერ გებულობენ ჩემ 1-2 ღერ რუსულ სიტყვას და ძალიან კარგია რომ ვერ გებულობენ რუსულს ეს თაობა ძალიანაც მომწონს და მაგრამ ძალიანაც მიხარია ინგლისურს მიხარია მე რო ვერ გავიგებ იმით მიხარია რომ იმათ აიციან ინგლისური და დასრულებში როგორ ხდება ეს ამბავი იმიტომ რომ ჩემი ხნის ხალხიც ყავთ თქვენ სტუდენტები უფროსებიც კი ბატონო და ამ მათთვის ეს რა мотиваცია რა საჭიროება რა მნიშვნელობას ენიჭება მათთვის ენის უნდას და თქვენებათ ახლა სიღრმისეულად არასწავლით მაინც აბა ხო დასრულებთან ეს უფრო რა თქმა უნდა სულ სხვა ეტაპი ხო საკომუნიკაციო ხო დიახ мотиваცია არის რა თქმა უნდა ის რომ დომინანტი ენაა და ბუნებრივია მოთხოვნა რომ გაიზარდა შესაბამისად ყველას უნდა დღეს რომ ელემენტარული ინგლისური იცოდეს და რა თქმა უნდა ყველა სურვილი პირველი არის რა თქმა უნდა მათი мотиваცია მათი განწყობა და შესაბამისად შედეგებიც კარგი გვაქვს. ყველას უნდა რომ აი თუნდაც უცხოეთში ჩასვლისას არ სჭირდებოდეთ დამხმარე და თვითონ შეეძლოთ საუბარი როგორც ტურისტს ელემენტარული. ხო, ელემენტარული ინგლისურზეა საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ინფორმაცია, ძალიან ბევრი ინფორმაცია რაც კი სჭირდება, ეს იქნება ნიუსები თუ ნებისმიერი რამ იმდენი არის ინგლისურ ენაზე მოგეხსენებათ, უკვე ყველას უნდა რომ თვითონ შეეძლოს დამოუკიდებლად სულ მცირე რაღაც ინფორმაციის გაგება და აი ეს მოთხოვნა თავისთავად აქედან გამომდინარეც იზრდება და აი როგორც თქვენ ბრძანეთ, ბევრს უნდა რომ შვილთანაც გამოძებნოს ენა სასაუბრო, თუნდაც შვილიშვილი რომელიც თქვათ მულტფილმებს უყურებს, ფილმებს უყურებს, რაღაცნაირად გაუგოს მის თქვათ ინგლისურ სიტყვებს, ტერმინებს და აქედანაც მომდინარეობს ბუნებრივია ეს სურვილი რომ თვითონაც იცოდნენ და ჩაებან ასე თქვათ ინგლისური ენის შესწავლაში. ეს მოდულები რასაც ასწავლეთ გნებავთ ბავშვებს, ნებავთ დიდებს, რაიმე შემუშავებული მოდულებია თუ თქვენ თვითონ მუშაობთ ამ მე თვითონ
კი მე თვითონ და ნუ რა თქმა უნდა ბავშვებს რაც შეეხება რა თქმა უნდა ვითვალისწინებ დედას გამოცდილებას და ძალიან გამომადგა ასე ვთქვათ დედას მრავალწლიანი გამოცდილება და შემდგომ უკვე ყველაზე რა თქმა უნდა ყველა ინდივიდუალურია მოგეხსენებათ ყველა სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და რა თქმა უნდა გამოცდილებით პრაქტიკით რაღაცებს ვცვლი რაღაცებს ვტოვებ და ასე შემდეგ ჩემთ დედა ისევ ასწავლის? დედა ისევ ასწავლის კი ნუ ხა ეს პედაგოგობა მაინც არის უწყვეტი პროცესი განათლების თელი ცხოვრება შენთანაც უნდა იღებდი ამ განათლებას ამ ხრივ როგორც პედაგოგს როგორც ფილოლოგს და მით უმეტეს პედაგოგებს ოჯახიდან ხართ ამ ხრივ დაუშვათ ის ინოვაციები სიახლეები რაც ჭირდება თუნდაც კონკრეტულად ინგლისური ეს რაღაც პროტოკოლები იცვლება ყველა იმაში რაღაცა ის ხომ მუდმივად ცვალებადია და ამ სად იღებთ ამ განათლებას დაუშვათ და სად იღებთ ამ ინფორმაციას მუდმივად იცვლება მოგეხსენებათ მით უმეტეს ინგლისური ცვალებადია რადგან მსოფლიო ენა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ამიტომ გვინდა არ გვინდა მოგწონს არ მოგწონს აუცილებლად უნდა ვიყოთ განახლების რეჟიმში და მაქსიმალურად არის შემთხვევები როდესაც თუ კი რამ ტრეინინგი ტარდება თუ კი რამ კურსია მეც მივდივარ ბუნებრივია თბილისშიც რასაკვირველია ეს თუ კი საქართველოში ხდება ასევე არსებობს ძალიან საინტერესო საიტები, სადაც ონლაინ კურსებია სხვათა შორის არიზონას უნივერსიტეტის ონლაინ კურსები არაჩვეულებრივია, რომელიც პირდაპირ პრაქტიკას გაძლევს, ძალიან ბევრ საინტერესო ცოდნას გიზიარებს და უამრავი საშუალებაა დღეს თუნდაც ინტერნეტითაც სახლიდან გაუსვლელათაც რომ მიიღო ახალი ცოდნა. არ ვსაუბრობ უკვე ტრეინინგებზე და შეხვედრებზე, ასე რომ მაგ მხრივ განებივრებული ვართ ენის მიმართულებით. ჩვენ რაც შეგვეხება ძალიან ბევრი არის, როგორც სხვა შეხვედრების მხრივ, ასევე ინტერნეტის მხრივ უამრავი საშუალება. შემდეგ იქედა რა თქმა უნდა რაღაცას ვიღებთ, ვითვალისწინებთ, რაღაცას ჩვენითაც ვამატებთ და ასე ვთქვათ, გამოდის საბოლოო ჯამში შემდეგ უკვე ერთიანი და განსხვავებული. რა მაინტერესებს თქვენ სკოლაში არ ასწავლით? სკოლაში არ ვასწავლი, ჯერჯერობით დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელებასაც ვფიქრობ და რადგან ცოტა სხვა გეგმებიც მაქვს, ასე ვთქვათ, ამიტომ არ ვარ ჯერჯერობით სკოლაში და ასე ვთქვათ, ეს გეგმები შეიძლება ქვეყნის დატოვებასაც გულისხმობთ? არა, ქვეყნის დატოვება სხვათა შორის არა. ქვეყნის დატოვების სურვილი სიმართლე გითხრათ, როგორც ტურისტს მაქვს, მაგრამ ისე რომ აი წავიდე და აღარ ვისურვო აქეთ ყოფნა, ნამდვილად ჩემს თავს არ ვუსურვებ, ოდესმე გამიჩნდეს ეგ სურვილი, ნამდვილად არა. ვფიქრობ, რომ მეც და ყველა ადამიანსაც ღმერთმა მოგცეს იმის შესაძლებლობა. არა, მე ვიფიქრე პროფესიული განვითარებისთვის ხომ არა მოკლევადიანი ან 6 თვიანი, 9 თვიანი. როგორ არა, ეგეც შესაძლებელია, თუმცა ხო, ამიტომ ვიგულისხმობ, ამიტომ ხო არა ერიდებით ჯერ სკოლაში მუშაობის დაწყება. არა. აი ჩემ მიმართულებას რაც შეეხება, მე ისევ თარგმანის მიმართულებით ვფიქრობ გაგრძელებას და ეს როგორც შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, გაღრმავების მიზნით, ასევე შესაძლებელია და რატომაც არა უცხოეთში გავაგრძელო. და თარგმნელობით საქმიანობას ეწევით? თარგმნელობით საქმიანობას პატარაობაში ვთარგმნიდი ხოლმე ლექსებს, შემდგომ უკვე ნაკლებად, იმიტომ რომ დროის უქონლობა, ბავშვებთან მუშაობა შესაბამისად მოითხოვს, ასე ვთქვათ, საკმაოდ დროს. და ამ ეტაპზე არა, ბავშვობაში კი ვთარგმნიდი ლექსებსაც და სხვათა შორის ზუსტად აი ამ ლექსების თარგმნამაც განაპირობა საბოლოო ჯამში რომ ამერჩია პროფესიად ინგლისური ფილოლოგია, უფრო მეტად დავინტერესდი თვითონ აი ამ ენით, კულტურით, ბრიტანელი ხალხით და შესაბამისად აღმოჩნდი შემდეგ უკვე სადაც აღმოჩნდი თვითონ ინგლისურ ატმოსფეროში. გულისხმობ ბუნებრივია. პირდაპირ რეპეტიტორობა დაიწყეთ, როგორც ვთქვი, ხო? დიახ, პირდაპირ რეპეტიტორობა. ხო, ანუ ესე სკოლაში მისვლის სკოლაში არ ყოფილვარ, როგორც პედაგოგი. გაგცურვილი ისე? რა თქმა უნდა, როგორ არა. აპირებთ, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა როგორც რეპეტიტორი, რა თქმა უნდა, განსხვავდება რეპეტიტორი და რეპეტიტორის სივრცე ბუნებრივია კლასის სივრცისგან. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ როგორც აღნიშნე, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და რა თქმა უნდა, ბავშვები, რომლებთანაც მაქვს ურთიერთობა, ბუნებრივია მოვიაზრებ საკუთარ თავს ისევ და ისევ ამ სფეროში და დიდი სიამოვნებით სკოლაშიც, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. თქვენი აზრით განათლების სისტემაში რამდენად აკმაყოფილებს დღეს ქართველი ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ჩვენ ხვდებით, კი გადასარევი ბავშვები არიან ჩვენ ვიზახით, მეც ხვდებით, თქვენც ხვდებით და მართლა საოცარ ჩემზე კაი თაობა ნამდვილად არის. არასოდეს არ მგონია რომ ჩვენ უფრო მაგარი თაობა გვაქვს, თვითონ ახლა რომ მოდის. ნამდვილად არ ვფიქრობ ასე, იმიტომ რომ
ყველა თაობა კიდე უკეთესი და უკეთესი მოდის ნამდვილად. ხო, რასაც უყურებ მე ამ ხრის მანძილზე რა ვცხოვრობ ამ ქვეყანაში. მაგრამ თქვენ როგორც მაინც განათლების სფეროში უფრო ჩახედული ვიდრე მე, რამდენად საიმედოდ გვაქვს საქმე, ან რა არის შესაძლებელი, ან რამდენად კრიტიკას ვერ უძლებს, ან პირიქით რამდენად მოგწონთ. თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, ბავშვებით, რომლებთანაც მაქვს შეხება ურთიერთობა და ზოგადად რასაც ვხედავ, თქვათ იგივე განათლების სისტემაში, ბევრი რამ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ თაობა ძალიან სწრაფად ვითარდება, ძალიან ბევრს მოითხოვს და ბევრი რამ არის ასე ვთქვათ, გადასახადებელიც და სრულიად ძირეულად შესაძლებელიც, იმიტომ რომ ბევრი რაღაც, რასაც ვთავაზობთ ჩვენ უკვე თაობას, შეიძლება ითქვას მათთვის მოსაბეზრებელიც კი არის, ნაკლებ საინტერესოც არის და რაღაც მომენტში იმაზე მეტიც იციან, რასაც ვთავაზობთ. მით უმეტეს ინგლისურ ენაში ისე არის უკვე ხო, იმიტომ რომ ინგლისური გჭირდება რომ გახვიდე რა ჩემ სოფლიოში და ვისაც სოფლიოში გასვლა უნდა მან ინგლისურიც კარგად იცის და მეტი ისაა ხო და სულ მაგ მაგიშიში რომ არა თან მიხარია ჩემზე მეტი რო იცის მოსავლემ მე ნამდვილად არ მაშინებს ის როცა მე ტურისტს ვკითხულობ აქ და ვიღაცამ ჩემზე გაგაცის ტურისტი როგორ არის ის რამდენიმაც გინდა ზოგი პროფესიონალი მოდი ჩვენთან გიდი და ისა მაგრამ სულ მაგ იმის კარგი გაგებით შიში რომ დაუშვათ მე ვერ შევძლო იმ ხელა განათლების მიცემა ვიდრე მათ ეკუთვნის და ალბათ ეს ყველა პედაგოგს უნდა გქონდეს. კი, მე მგონი ყველას უნდა გქონდეს ეგ განცდა. ბუნებრივია ჩემი აზრით ეგ განცდაც. და როგორი თაობა გვყავს? მე თქვენ უკვე მთელი ამ გადაცემაში ნამდვილად გითხარით როგორიც, მაგრამ მაინც რო შევაჯამოთ და დასასრულისკენ წავიყვანოთ გადაცემა. საოცარს არ ვამბობ, ასე ვთქვათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა გულწრფელად, იმედით ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ადამიანურად, პიროვნულად, აბსოლუტურად ყველაფრით შემკული თაობა, რომელიც სწორად აღიქვამს ძალიან ბევრ რამეს და ზოგჯერ უფროსებზე მეტადაც ზოგ შემთხვევაში ბუნებრივია, უფროსებზე მეტადაც სწორად იგებენ ბევრ რაღაცას. ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ, რაც მთავარია, დამოუკიდებლები არიან შინაგანად, რაც მე ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და პიროვნებისთვის და ძალიან იმედით შევყურებ და ზუსტად ვიცი, რომ ისეთი თაობა გვყავს, საუკეთესოები იქნებიან და ჩვენი ქვეყანა რადიკალურად მხოლოდ და მხოლოდ კარგისკენ რო შეიცვლება, დარწმუნებული ვარ ამაში. ვიამაკებთ აი ყველა ისეთები არიან. ნამდვილად შემიძლია გულწრფელად. კარგია. სუსტად ამ ნოტაზე უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისას. ვიცი რა დატვირთული ცხართ, რა დაკავებული ცხართ, რომ გამოძებნეთ დრო და მოხვედით ჩვენთან. მე მინდა ჩვენს მსმენელებს და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ თიკო ბერულავა, რომელიც გახლავთ ინგლისური ენის სპეციალისტი, პროფესიონალი, რეპეტიტორი და ასევე ზნასვლა განათლების ცენტრის თანამშრომელი და ნამდვილად საამაყო თანამშრომელი. კარგად გრძანდებოდეთ, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.